კოსმოსური სიახლეებით დატვირთული 2026 წლის აპრილიც მიიწურა და კოდი რა თქმა უნდა გთავაზობთ გასული თვის მთავარი კოსმოსური ამბების მიმოხილვით შეჯამებას. ამ ეპიზოდში ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრებ, რადგან კაცობრიობა კვლავ გახდა მომსწრე, თუ რამდენად შესაძლებელია მონდომების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დიდი, დიადი და ისტორიული მნიშვნელობის მიზნების განხორციელება. პირველ საკითხად, რა თქმა უნდა, მთვარის მისია არტემისი უნდა გამოვიტანო. რაზეც, როგორც ჩემმა გამომწერებმა იცით, არაერთი ვიდეო შემოგთავაზეთ აპრილის განმავლობაში. მთელი 10 დღის განმავლობაში, რადგან ამ მისიის განხორციელებას დასჭირდა, გთავაზობდით ყოველდღიურ ეპიზოდებს, რათა თვალყური გვედევნებინა არტემის 2-ისთვის. ფრენის ბოლო დღეს კი შემოგთავაზეთ ასტრონავტების დედამიწაზე დაბრუნების ლაივიც და სულ ბოლოს შემაჯამებელი დოკუმენტური ფილმი. ასე რომ ამ ეპიზოდში არტემის 2-ზე საუბრით დროს დიდად აღარ დავხარჯავ და მხოლოდ მოკლე ინფორმაციას გაგაცნობთ. Four brave explorers ready to ride the most powerful rocket. We are going for our teammates. We are going for all humanity. Engines lit. 4, 3, 2, 1. Booster ignition. And liftoff. The crew of Artemis 2 now bound for the moon. არტემის 2 ისტორიულად მნიშვნელოვანი მისია აღმოჩნდა. ეს იყო პირველი პილოტირებული ფრენა მთვარის მიმართულებით 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ. 4 ასტრონავტმა ხომალდით Orion spacecraft-ი დაახლოებით 10 დღიანი მოგზაურობა შეასრულა. გაფრინდნენ დედამიწიდან, შემოუფრინეს მთვარეს, გაიარეს მისი უკანა მხარე და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ წყნარ ოკეანეში. მისიის მთავარი მიზანი მთვარეზე დაშვება არ ყოფილა. მთავარი ამოცანა იყო ღრმა კოსმოსში ადამიანის სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემების, ნავიგაციის, კომუნიკაციისა და ხომალდის გამძლეობის გამოცდა. ეკიპაჟმა რეკორდულ მანძილსაც მიაღწია. ისინი დედამიწიდან უფრო შორს გავიდნენ, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი წარსულში. მისიამ დაადასტურა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით ადამიანების დაბრუნება მთვარის ორბიტაში რეალურად შესაძლებელია და ამით საფუძველი ჩაუყარა მომავალ მისიებს, განსაკუთრებით არტემის 3-ს. If you can't take love to the stars, then what are we doing? Like, why would we even go? არტემის 2-ის დიდი წარმატების შემდეგ არტემის 3-ის სამზადისმაც არ დააყოვნა. NASA-მ უკვე განათავსა უზარმაზარი მცოცავი გადამტანი, რათა დაიწყოს არტემის 3-ის რაკეტის აწყობის რთული პროცესი. ფაქტობრივად მზადაა რაკეტა ამაჩხარებლის კორპუსი, რომელიც NASA-ს რამდენიმე მისიისთვის უკვე მზად აქვს. ეს არის საწვავის ამბზი, ტანკერი, რომელზეც ხომალდის გაყვანაა დამოკიდებული. მოდი უფრო მეტი გავიგოთ ამ დაუყოვნებელი სამზადისის შესახებ. 6 მილიონი ფუნტის წონის მქონე ამ საინჟინრო საოცრებას მცოცავ გადამტანს მობილური გამშვები პლატფორმის NASA-ს შენობაში დაბრუნების დავალება აქვს. დაბრუნების შემდეგ SLS რაკეტის აწყობა დაიწყება და უკვე მზადაა მისი ძირითადი ნაწილიც. მცოცავი გადამტანის მოგზაურობა უკიდურესი სიზუსტით მიმდინარეობს, რაც უზარმაზარი დატვირთვის დაბალანსებას უწყობს ხელს, რათა თავიდან იქნას აცილებული სტრუქტურული სტრესი. NASA-ს ცნობით არტემის 3-ის გაშვება 2027 წელს იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. ამ მისიაშიც 4 ასტრონავტი მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, არტემის 2-ში მონაწილე ასტრონავტები აღარ. ახალი მონაწილეების ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. ცნობილია მხოლოდ მისიის დეტალები. ასტრონავტები ორიონითა და SLS რაკეტით გაემგზავრებიან დედამიწის ორბიტაზე, რათა არტემისის მთელი არქიტექტურის ყველაზე რთული და კრიტიკული ნაწილების ტესტირებას შეუდგნენ. ამ მისიის დროს ორიონი შეხვდება ახალი თაობის მთვარეზე დასაჯდომ ხომალდებს, მათ შორის SpaceX-ის Starships და შესაძლოა Blue Origin-ის მიერ შემუშავებულ სისტემებსაც. ორიონი მიუერთდება მთვარეზე დასაჯდომ ხომალდებს და ასტრონავტები ივარჯიშებენ კოსმოსურ ხომალდებს შორის გადაადგილებაში, ასევე შეამოწმებენ შეპირაპირების სისტემებს. ამის გარდა შეიძლება მოხდეს ღია კოსმოსში გასეირნებაც, რათა ახალი კოსმოსური კოსტიუმების ტესტირება შედგეს, რომლებიც დაახლოებით 2 წელიწადში გამოყენებული იქნება მთვარეზე დაშვების მისიის დროს.
NASA მთვარეზე დაშვების მისიის, ანუ არტემის 4-ის დაწყებას 2028 წელს განიხილავს. თავდაპირველად არტემის 3 უნდა ყოფილიყო პირველი მისია, რომელიც ასტრონავტებს მთვარის სამხრეთ პოლუსზე დააბრუნებდა, მაგრამ ბოლო არქიტექტურული ცვლილებების შემდეგ არტემის 3 გადაიქცა შუალედურ, მაღალი სიზუსტის სატესტო მისიად, რომელიც მთვარეზე დაშვების ნაცვლად დედამიწის ორბიტაზე ჩატარდება. მისი მთავარი მიზანი იქნება სხვადასხვა სისტემის სრულყოფილი შემოწმება, სანამ ადამიანები რეალურად დაეშვებიან მთვარეზე. თუ ეს მისიაც წარმატებით შესრულდება, შემდეგი ნაბიჯი იქნება ადამიანების დაბრუნება მთვარის ზედაპირზე 9 საუკუნეზე მეტი პაუზის შემდეგ. ახლა კი გადავიდეთ კოსმოსის შესწავლისა და აღმოჩენების სხვა სიახლეებზე, თუმცა ჯერ ისევ მთვარეზე ვრჩები. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ქანებში აღმოაჩინეს ქიმიური კვალი, რომელიც უძველეს პერიოდში იქ ჟანგბადის არსებობაზე მიუთითებს. ეს არც ისე გასაკვირია, რადგან დედამიწა და მთვარე დღეს ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდება, მაგრამ ისინი კოსმოსში ერთნაირ გარემო პირობებში წარმოიქმნა. უფრო მეტიც, წამყვანი ჰიპოთეზის თანახმად, ადრეულ დედამიწას მარსის ზომის ობიექტი შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ კოსმოსში უზარმაზარი ოდენობის მატერია გაითხოვცნა, რომლისგანაც თანდათან მთვარე წარმოიქმნა. თუმცა დედამიწისგან განსხვავებით, მთვარეს არ აქვს ფილების ტექტონიკა და ატმოსფერო, რომლებიც მილიარდობით წლის განმავლობაში მის ზედაპირს შეცვლიდა და გადაამუშავებდა ისეთ ელემენტებს, როგორიცაა ჟანგბადი. შედეგად მთვარეზე შემონახულია იმ გეოლოგიური გარემო პირობების ჩანაწერები, რომლებაც მთვარე ჩამოაყალიბა, რაც მეცნიერებს ცნობებს აწვდის ჩვენი პლანეტის შესახებაც. ქანები, რომლებიც მთვარეზე ადრეული ვულკანური აქტივობისას წარმოიქმნა, გვთავაზობს ფანჯარას 4 მილიარდი წლის წინ განვითარებული მოვლენებისკენ. იმ გარემო პირობების აღმოჩენით, რომელშიც მთვარის ქანები წარმოიქმნა, მეცნიერები ახლოს მიდიან ჩვენი პლანეტის წარმოშობის გარკვევასთანაც. ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფიზიკოსთა და დედამიწის მეცნიერთა ჯგუფმა ახალ კვლევაში შეისწავლა უძველეს მთვარის მაგმაში კრისტალიზებული მთვარის ქანი ილმენიტი, მინერალი, რომელიც შედგება რკინის, ტიტანისა და ჟანგბადისგან. ჯგუფმა მთვარის მხოლოდ ერთი ქანი შეისწავლა დეტალურად, მაგრამ სხვა კვლევების საფუძველზე გამოავლინეს მთვარის ილმენიტის 500-ზე მეტი ისეთი ანალიზი, რომელიც შეიძლება 3 ვალენტიან ტიტანს შეიცავდეს. ამ ნიმუშების შესწავლამ შეიძლება ახალი დეტალები მოგცეს იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება მთვარის ქიმია სხვადასხვა ადგილებსა და დროში. მარსზე მავალმა კურიოზიტიმ ქვეწარმავლის ქერცლის მსგავსი ქანები დააფიქსირა. მარსზე აღმოჩენილმა უცნაური ტექსტურის მქონე რეგიონმა NASA-ს მეცნიერები კვლავ აღაფრთოვანა. ეს აღმოჩენა როვერმა კრატერ ანტოფაგასტაში გადაადგილებისას გააკეთა. ერთი შეხედვით ისინი ქვეწარმავლის ქერცლებს ჰგავს. თითქოს ერთ დროს იქ ტალახში დრაკონი იწვა. პროექტის მეცნიერი NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიიდან აბიგაილ ფრაიმანი მას ფიჭის ფორმის მრავალ კუთხედებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ მოზაიკების რაოდენობა ათასობითაა. მრავალკუთხა მახასიათებლის მქონე ქანები მარსზე აქამდეც გვინახავს, თუმცა კურიოზიტის კამერა მასტკამის მიერ გადაღებულ მოზაიკებში ისინი ასე დრამატულად უხვად არ ჩანდნენ. ვინაიდან აღმოჩენა უახლესია, ფოტო 2026 წლის 13 აპრილსაა გადაღებული. მეცნიერებს დრო დასჭირდებათ იმის უფრო ზუსტად დასადგენად, რა შეიძლება იყოს ის და როგორ შეიძლება წარმოქმნილიყო, თუმცა უკვე არსებობს გარკვეული მინიშნებები. აქ დედამიწაზე მრავალკუთხა წარმონაქმნების შედარებით უხვადაა. როგორც წესი ისინი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მიწის ზედაპირი გაუჩერებლად ფართოვდება და იკუმშება. ხშირად მას შემდეგ რაც ის წყლით გაჯერდება და შემდეგ გაშრება. მაგალითად, ამ ფოტოებზე მათ ხედავთ დამშრალი ტალახიანი გუბის ფსკერზე. მათ გამოშრობის ბზარების ნიმუშებს უწოდებენ. წითელმა პლანეტამ ზედაპირის წყალი დიდი ხნის წინ დაკარგა. ასეთი ბზარები იქ პირველად გეილის კრატერში დაახლოებით 10 წლის წინ აღმოაჩინა კურიოზიტიმ. თუმცა ანტოფაგასტის კრატერში ეს წარმონაქმნები ცოტა სხვანაირია. სველი ტალახი, რომელიც მხოლოდ ერთხელ შრება, S ფორმის ბზარებს წარმოქმნის. განმეორებითი გამოშრობის ციკლების დროს ბზარები Y ფორმას იღებენ. ეს ბზარები იზრდება და სხვა ბზარებს უერთდება, რითაც საბოლოოდ მიიღება 6 კუთხა წარმონაქმნები. პონტურსისა და ანტოფაგასტის ბზარებს შორის გარკვეული სხვაობაა. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ანტოფაგასტაში ნიმუშები უფრო ვრცელია, ამაღლებული ქედებით, რაც შეიძლება მიუთითებდეს პროცესის ოდნავ განსხვავებულ მიმდინარეობას მათი წარმოქმნის დროს. მარსზე ასეთი ქედები შეიძლება წარმოიქმნას მაშინ, როცა უძველეს ბზარებს მინერალები ავსებს და შემდეგ ეროზიას უფრო ეფექტიანად უძლებს, ვიდრე სხვა მიმდებარე ქანები.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანტოფაგასტის კრატერი კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მარსზე ერთ დროს ნამდვილად არსებობდა ნალექიანი და მშრალი ამინდების ციკლები. ამ დროისათვის Voyager 1 დედამიწიდან დაახლოებით 25.5 მილიარდი კილომეტრის მანძილზეა. ეს დაახლოებით უდრის 170 ასტრონომიულ ერთეულს. ანუ დედამიწასა და მზეს შორის მანძილზე 170 ჯერ მეტს. ესე იგი, რადიო სიგნალს თითქმის 1 დღე სჭირდება Voyager-მდე მისასვლელად. ის მოძრაობს დაახლოებით 61,000 კილომეტր/საათის სიჩქარით მზის სისტემის გარეთ, ვარსკვლავთშორის სივრცეში და ჩვენდა გასაკვირად კვლავ მუშაობს. აგრძელებს მონაცემების გამოგზავნას. სუსტად, მაგრამ მაინც. თუმცა ნელ-ნელა მასთან კავშირის გათიშვის დროც ახლოვდება. NASA-ს ინჟინრებმა ზონდ Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს. ამ გზით მათ სურთ ენერგია შეუნარჩუნონ აპარატს, რომელიც კაცობრიობის მიერ კოსმოსში გაგზავნილი ყველაზე შორეული ხელოვნური ობიექტია. სპეციალისტებმა 17 აპრილს გათიშეს ინსტრუმენტი, რომელსაც დაბალი ენერგიის დამუხტული ნაწილაკების ექსპერიმენტი, იგივე LECP ეწოდება. ამის შედეგად ზონდს მზის სისტემის მიღმა არსებული კოსმოსური სივრცის შესასწავლად მეტი დრო ექნება. ამ ზონდებს ენერგია ბირთვული პროცესების შედეგად მიეწოდება, კერძოდ რადიოიზოტოპური თერმოელექტროგენერატორებით, რომლებიც პლუტონიუმზე მუშაობს, მაგრამ ნელ-ნელა ეფექტიანობას კარგავს. ამის გამო აპარატების ენერგიის მარაგი ყოველწლიურად იკლებს და მის შესანარჩუნებლად ინსტრუმენტების ფუნქციონირების შეწყვეტა ხდება საჭირო. Voyager 1 კოსმოსში 1977 წელს გაუშვეს და მან მზის სისტემა 2012 წლის 25 აგვისტოს დატოვა. აპარატმა ამ დროს ჰელიოსფეროს საზღვარი ჰელიოპაუზა გადაკვეთა. ესაა მზის გარშემო არსებული ბუშტის მსგავსი რეგიონი, რომელშიც დამუხტული ნაწილაკები გვხვდება. Voyager 1 და მისი ტყუპისცალი ზონდი Voyager 2 ვარსკვლავთშორის გარემოზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ამგვარი მონაცემების მოწოდება მხოლოდ მათ შეუძლია, რადგან აღნიშნულ სივრცეში სხვა ხომალდი არაა. ცის 5 წლიანი კვლევა, რომელმაც 47 მილიონზე მეტი გალაქტიკა და კვაზარი დააფიქსირა, დასრულდა. კვლევრებს საბოლოო შტრიხები შეაქვთ ამ დროისათვის სამყაროს ყველაზე დეტალურ რუკაზე. მონაცემები შეიძლება დაგვეხმაროს ბნელი ენერგიის აშკარა შესუსტების საიდუმლო ამოხსნაში, რაც კოსმოსის ჩვენს სტანდარტულ მოდელს თავდაყირად აყენებით ემუქრება. არიზონის კიტ პიკის ეროვნულ ობსერვატორიაში განთავსებული ბნელი ენერგიის სპექტროსკოპული ინსტრუმენტი DESI ცას 2021 წლიდან ასკანერებდა. კოსმოსის ჩვენი წინა რუკა ჯამში 5 მილიონ გალაქტიკას მოიცავდა. ამიტომ DESI სამყაროს შესახებ ჩვენს ცოდნას თითქმის 10 ჯერ ზრდის. ძირითადი კატალოგიზაცია უკვე დასრულებულია, მაგრამ მონაცემთა ანალიზი კიდევ ერთ წელს წაიღებს, ვიდრე ის მკვლევართათვის ხელმისაწვდომი გახდება. პროექტი მონაცემთა შეგროვებას სულ მცირე კიდევ 2.5 წელიწადს გააგრძელებს. შემდგენლების განცხადებით, DESI-ს განახლების შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი 2030-იან წლებშიც მშვენივრად იმუშავებს. ეს რუკა ამჟამად ფარავს ცის 14,000 კვადრატულ გრადუსს, მაგრამ ჯგუფი იმედოვნებს, რომ ეს მაჩვენებელი 17,000 კვადრატულ გრადუსამდე გაიზრდება. სრულ ცას 51,000 კვადრატული გრადუსი აქვს, მაგრამ მისი უმეტესი ნაწილი რთულად დასაკვირვებელია. შედარებით ახლო მდებარე და კაშკაშა ობიექტების გამო, როგორიცაა ჩვენი საკუთარი გალაქტიკა ირმის ნახტომი. ამის საფუძველზე შეიძლება ბევრი რამ გავიგოთ ბნელი ენერგიის შესახებ, რომელიც სამყაროს დაახლოებით 70%-ს შეადგენს. ამდენი მონაცემით აუცილებლად მოხდება სამეცნიერო მიღწევები სამყაროს ბუნების შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ მონაცემებში ასევე აღმოჩნდება უჩვეულო ერთჯერადი კოსმოლოგიური ინციდენტები, რომლებიც საინტერესო კვლევებამდე მიგვიყვანს. ჩვენგან დაახლოებით 9 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა რაღაც ძალიან საინტერესოს გვპირდება. სუპერმასიურ შავ ხვრელთა შეჯახებას, რომელიც შეიძლება 1 საუკუნეზე ნაკლებ დროში მოხდეს. ლაზარი გალაქტიკა MRK 501 სინათლის ახალი ანალიზები მიუთითებს, რომ მასში არა 1, არამედ 2 სუპერმასიური შავი ხვრელია. ორივე მათგანიდან ამოდის მატერიის მაღალი სიჩქარის ჭავლი. აღმოჩენა ჯერ ბოლომდე დადასტურებული არ არის. მაგრამ გერმანიის მარქს პლანკის რადიოასტრონომიის ინსტიტუტის ასტრონომის სილკე ბრიცენის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ასეთია გალაქტიკის უცნაური ქცევის ყველაზე სრულყოფილი ახსნა. თუ დადასტურდა, ეს ნიშნავს იმას, რომ კოსმოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა შეიძლება ძალიან ახლოს იყოს. პირველი დაკვირვება მზეზე მილიონობით და მილიარდობით მასიური 2 შავი ხვრელის ერთმანეთთან შეჯახებაზე. მიჩნეულია, რომ სუპერმასიური შავი ხვრელი
ყველა დიდი galaktikis შუაგულში იმალება და წარმოადგენს კოსმოსურ გულს, რომლის გარშემოც მოძრაობს მთელი დანარჩენი galaktika, ყოველი თავისი ობიექტით. ეს კოსმოსური ბეჰემოთები უზარმაზარ მასებს აღწევენ და წარმოადგენენ რამდენიმე შემაშფოთებელ პრობლემას. galaktika MRK-501 ჩვენგან დაახლოებით 464 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ასტრონომთა აზრით მის ცენტრში ორი ბინარული სუპერმასიური შავი ხვრელია. თუმცა MRK-501 ბლაზარია, აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელის მქონე galaktika, რომლის რელატივისტური ჭავლი თითქმის პირდაპირ დედამიწისკენაა მომართული. ის უკიდურესად კაშკაშაა ელექტრომაგნიტურ სპექტრში, რაც მისი ბირთვის დეტალურ ანალიზებს ართულებს. დამშვიდდით, დედამიწას საფრთხე არ იმუქრება, უბრალოდ დაკვირვებას გვიმარტივებს. კვლევართა ჯგუფმა მათ მიერ დაკვირვებული მოძრაობის მოდელირების შემდეგ დაასკვნა, რომ ქცევა უფრო ადვილად აიხსნება მეორე სუპერმასიური შავი ხვრელის არსებობით. აღმოაჩინეს სინათლის რყევის ორი პერიოდი. ერთი 7 წლიანი იყო და როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ის შეესაბამებოდა რყევას ჭავლის სისტემაში, ბზრიალასავით. მოდელების თანახმად, ერთმანეთის გარშემო მოძრაობისას სუპერმასიური შავი ხვრელები თავიანთ ორბიტულ ენერგიას გადაცემენ გარშემო არსებულ ვარსკვლავებსა და გაზს, რის გამოც მათი საერთო ორბიტა სულ უფრო და უფრო პატარავდება. რაც უფრო მცირდება, მათ შორის მანძილი, ასევე მცირდება იმ მასალების რაოდენობა, რომლებსაც მათთვის იმპულსის წართმევა შეუძლია. კვლევართა განცხადებით, ვინაიდან ეს ორი შავი ხვრელი ერთმანეთთან ასე ახლოსაა მისული, მათი შეჯახება ძალიან მალე შეიძლება მოხდეს, 100 წელზე ნაკლებ პერიოდში. ეს კი ასეთ მოვლენაზე დაკვირვების უიშვიათესი შანსი იქნება. მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა 19 აპრილს რაკეტა New Glenn-ი მესამედ გაუშვა. თუმცა ეს მისია NJ-3 გამორჩეული იყო. საქმე ისაა, რომ მის მარგლებში აპარატის ამაჩხარებელი ხელახლა პირველად გამოიყენეს. მანამდე მას NJ-2 ფრენაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და ინჟინრებმა მხოლოდ ძრავები შეცვალეს. რაკეტა კანაბერალის კონცხიდან ადგილობრივი დროით 7 საათსა და 25 წუთზე აფრინდა. დაგეგმილზე ოდნავ გვიან. აფრენიდან 3.5 წუთში პირველი საფეხური მეორეს წარმატებით გამოიყო და დაახლოებით 6 წუთის შემდეგ ატლანტის ოკეანეში განთავსებულ სპეციალურ პლატფორმაზე უსაფრთხოდ დაეშვა. კომპანიაში განაცხადეს, რომ უკან დაბრუნებისას ზედმეტი სითბოსგან დასაცავად აპარატის თერმული და გზამკვლევის სისტემა განაახლეს. ამაჩქარებლის განმეორებითი აფრენა მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან კომპანიის მიზანი სწორედ ასეთი რაკეტის შექმნა. მათ სურთ თითოეული პირველი საფეხური სუმცირე 25 ჯერ გამოიყენონ. ასევე დიდი წარმატებაა ამაჩქარების უკან დაბრუნებას, რადგან აქამდე ეს მხოლოდ ერთხელ მოხერხდა. ახლანდელი ფრენისას New Glenn-ს ორბიტაზე ტვირთი უნდა აეტანა კომპანია Ast Space Mobile-ის დიდი ზომის ხელოვნური თანამგზავრი Bluebird 7 223 კვადრატული მეტრი ფართობის ანდენით. მას დანიშნულების ადგილამდე საათსა და 15 წუთში უნდა მიაღწია, მაგრამ მალევე ცნობილი გახდა, რომ იგი დაგეგმილ ორბიტაზე ვერ განათავსეს. მოგვიანებით თავად კომპანიამ განაცხადა, რომ მათი სატელიტი ზედმეტად დაბლაა და ვერ იფუნქციონირებს, ამიტომ ექსპლუატაციიდან გამოიყვანენ. მასკისა და ბეზოსის კომპანიების კონკურენციას NASA-ს გეგმები კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს, რადგან მთვარეზე ასტრონავტების დასაშვებად რომელიმე მათგანის აპარატი უნდა გამოიყენონ Starship HLS-ი ან Blue Moon Mark 1. ამასობაში შემუშავდა ახალი რევოლუციური თეორია კვანტურ ფიზიკაში, რომლის თანახმად სამყარო შესაძლოა 7 განზომილებისგან შედგებოდეს. ეს შესაძლოა ფილმ მატრიცას სცენარს გავდეს, თუმცა ფიზიკოსები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩვენი სამყარო სინამდვილეში 7 განზომილებისგან შედგება. ტრადიციულ 4 განზომილებასთან ერთად, რასაც სიმაღლე, სიგრძე, სიღრმე და დრო წარმოადგენს მკვლევართა მტკიცებით არსებობს რეალობის კიდევ 3 დაკეცილი შრე. კვლევრებს ჯერათ, რომ ეს თეორია ფიზიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პრობლემას გადაჭრის და საბოლოოდ ახსნის იმას, თუ რა ბედი ეწევა ჩამხვრელებს მათი სიკვდილის შემდეგ. ინფორმაციული პარადოქსი. სად ქრება ცოდნა? 10 წლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ შავი ხვრელები კოსმოსურ უბსკრულებს წარმოადგენს, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია. თუმცა 1970-იან წლებში სტივენ ჰოკინგმა აღმოაჩინა, რომ ისინი რადიაციას ასხივებენ და დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ორთქლდებიან. და აქ უკვე ეგრეთ წოდებული ინფორმაციული პარადოქსი იბადება. კვანტური ფიზიკის კანონების მიხედვით ინფორმაცია არასოდეს ნადგურდება. რიჩარდ პინჩაკი, სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარი, ამას მარტივი მაგალითით ხსნის.
წარმოიდგინეთ, რომ წიგნს ცეცხლში აგდებთ. წიგნი ნადგურდება, მაგრამ თეორიულად კვამლისგან, ფერფლისა და სითბოსგან თითოეული სიტყვის აღდგენა არის შესაძლებელი. ინფორმაცია იბნება, მაგრამ არ ეკარგება. თუმცა, ჰოკინგის თეორიის მიხედვით, შავი ხვრელის გაქრობასთან ერთად მასში არსებული ინფორმაციაც ქრებოდა, რაც ფიზიკის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. ახალი კვლევის მიხედვით, გამოსავალი სწორედ 3 დამატებით განზომილებაში მდგომარეობს. დოქტორ პინჩაკის მოდელით ეს უხილავი განზომილებები იმდენად მჭიდროდ არის დახვეული, რომ ადამიანები მათ პირდაპირ ვერ აღიქვამენ. სწორედ მათი წყალობით ჩნდება ფიზიკური ეფექტი, რომელსაც გრეხა, თორშენ ეწოდება. თეორიის თანახმად, როდესაც შავი ხვრელი აურთქლებას იწყებს, მისი 7 განზომილება ერთგვარ კვანძად იკვრება. ეს კვანძი უკუქმედების ზალას ქმნის, რომელიც შავი ხვრელის სრულ გაქრობას ხელს უშლის. შედეგად რჩება მიკროსკოპული ნარჩენი, აი ელექტრონზე 10 მილიარდჯერ პატარა, რომელიც შავ ხვრელში ჩავარდნილ მთელ ინფორმაციას ინახავს. ეს რევოლუციური მიდგომა მხოლოდ შავი ხვრელების საიდუმლოს არ ხსნის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თავად ბნელი მატერია იდუმალი სუბსტანციაა, რომელიც გავრცელებული თეორიით მთელი სამყაროს მასის 27%-ს შეადგენს. ის შესაძლოა სწორედ ამ უმცირესი ნარჩენებისგან შედგებოდეს. თეორიის გადამოწმება რთული გამოწვევაა. წელს 14-დან 30 აპრილის ჩათვლით ცა გაანათა ძლიერმა მეტეორულმა ნაკადებმა, ლირიდებმა. პიკი კი 22 აპრილს დაფიქსირდა, დაახლოებით 18 მეტეორამდე საათში. პიკი ჩვენი დროით 17 საათსა და 30 წუთზე დაფიქსირდა, თუმცა მეტეორების შემოჭრის ნახვა ღამეც იყო შესაძლებელი. განსაკუთრებით მზის ამოსვლამდე, სანამ რადიანტი ჰორიზონტს მაღლა იყო. ლირიდები ცნობილია ჩვენს აღრიცხვამდე 687 წლიდან. მეტეორების დიდი რიცხვი დაიმზირებოდა 1982 წელს, 90 შემოჭრა საათში. ეს ნაკადი კომეტა სიწილადი 1861 G1-ის უკავშირდება. იგივე ტეტჩერს, რომელიც 415 წლიანი პერიოდით ბრუნავს მზის გარშემო და ორბიტაზე თავის ფრაგმენტებს ტოვებს. ამ ნაკადის დაკვირვებისათვის საუკეთესო დროა შუაღამიდან მზის ამოსვლამდე, რამდენიმე საათით ადრე. იმისათვის, რომ მეტეორულ წვიმას დავაკვირდეთ, არ არის საჭირო არანაირი მოწყობილობა. ისინი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. თავარია წაიყოს მოწმენდილი. სანახაობას კი სავსე მთვარე და ღრუბლები არ გადაეფაროს წინ. თუმცა საქართველოში ამ დღეებში ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო. ამიტომაც ვფიქრობ, მათი დაკვირვება შეიარაღებული თვალითაც კი გაჭირდებოდა. 2026 წლის 12 აპრილს ზუსტად 65 წელი გავიდა საბჭოთა კოსმონავტ იური გაგარინის მიერ დედამიწის ორბიტაზე შემოფრენიდან. 1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი კაცობრიობის ისტორიაში პირველად კოსმოსში გაფრინდა. ამ დღეს სხვა თარიღების უკავშირდება. დისტანციურად მართვადმა კოსმოსურმა ხომანდმა ვოსტოკ 1 ის 320 კილომეტრის სიმაღლეზე აიყვანა და დედამიწის გარშემო 1 წრე შემოატარა. პირველი კომენტარები სივრცეზე, რომელიც მან აღწერა ასეთია: ცა ძალიან მუქია, დედამიწა მოცისფრო. მისი თვალით ნანახი ალბათ მოგვაგონებდა სურათს, რომელიც 2003 წელს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაიღეს. პირველი ამერიკელი ასტრონავტი ალან შეპარდი ცოტა მოგვიანებით იმავე წლის მაისში სუბორბიტულ სიმაღლეზე აფრინდა. გაგარინი 1934 წლის 9 მარტს დაიბადა. იყო სამხედრო პილოტი, სანამ პირველი კოსმონავტების ჯგუფში შეიყვანნენ. კოსმოსში გაფრენით ის საერთაშორისო გმირად და ლეგენდად იქცა. 1968 წელს საწვრთნელი ფრენების დროს გაგარინი დაიღუპა. მისი ფერფლი კრემლის კედელშია დასვენებული. 20 წლის მერე 1991 წელს კიდევ ერთ 12 აპრილს ამერიკელებმა პირველად გაუშვეს კოსმოსური შატლი. ასე რომ ეს რიცხვი კოსმოსური მეცნიერების ისტორიაში მნიშვნელოვანია. მიმდინარე წლის მეორე ნახევარში NASA მთვარეზე უჩვეულო ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებს. ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს მთვარის ზედაპირზე ცეცხლის დანთება სურს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტი იქნება. ექსპერიმენტის მიზანი იმის შესწავლაა, თუ როგორ ალდება სხვადასხვა მასალა მთვარის პირობებში. ეს კი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა საჭირო. საქმე ისაა, რომ ყველა მსგავსი ტესტირება დედამიწის გრავიტაციული ველის ფარგლებში განხორციელდა. არადა თეორიული კვლევების მიხედვით აალება გრავიტაციაზეცაა დამოკიდებული. მიკროგრავიტაციაში ჩატარებული კვლევები მიანიშნებს, რომ დედამიწის მიზიდულობაში სხვადასხვა მასალა აალების მაქსიმუმს არ აჩვენებს. ეს მიუთითებს, რომ ჩვენთვის არაალებად მატერიას შეიძლება მთვარეზე ცეცხლი ადვილად მოეკიდოს.
მიზეზი ისაა, რომ სუსტი გრავიტაციისას ცეცხლის კერაში ჟანგბადის მიწოდება არ წყდება, არამედ ნელდება, რაც ქიმიურ რეაქციებს გააქტიურებისთვის საკმარის დროს აძლევს. შედეგად, ალი იქამდე მიღწეულ ცივ აირებს ათბობს. ჩინელმა ასტრონავტებმა უკვე ჩაატარეს მსგავსი ექსპერიმენტი, ოღონდ ჩინურ კოსმოსურ სადგურ ტიანგუნზე. აღსანიშნავია, რომ მიკროგრავიტაციის პირობების შექმნა ვარნის მეშვეობითაც შეიძლება. თუმცა ნაწილობრივი გრავიტაციის შემთხვევაში მასთან ერთად ბრუნვაცაა საჭირო. მაგალითად, მეცნიერებმა ამას სიმაღლიდან ცენტრიფუგის ჩამოგდებით მიაღწიეს, რომელიც სწორედ ბრუნვის პრინციპით მუშაობს. ამ დროს ვარდნა მიკროგრავიტაციას ქმნის, ცენტრიფუგა კი ხელოვნურ გრავიტაციას, რომელიც უფრო სწრაფად ბრუნვისას ძლიერდება. ასეთი ტესტირებები მაინც ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ალის წარმოქმნის პროცესს დავაგვირდეთ. ასევე კოსმოსურ სადგურებში ცენტრიფუგის ბრუნვის მცირე რადიუსის გამო ეგრეთ წოდებული კორიოლისის ეფექტს ვიღებთ, ერთგვარ ოპტიკურ ილუზიას, რომელიც სწორი დასკვნების გამოტანას ართულებს. სწორედ ამიტომ სურთ მეცნიერებს, რომ სხვადასხვა მასალის აალება პირდაპირ მთვარის გარემოში შეისწავლონ. ამ ექსპერიმენტს FM2 ეწოდება და მთვარის ზედაპირზე სპეციალურ კამერაში 4 მყარი საწვავის ნიმუშის დაწვას გულისხმობს. ალის გავრცელებას კადრებზე აღბეჭდავენ და ამის მიხედვით დაასკვნიან, რომელი მატერია შეიძლება იყოს უფრო მეტად საშიში. ახალი ექსპერიმენტი ამგვარი შემთხვევებისგან თავის დაზღვევაში დაგვეხმარება. მეცნიერებამ მოხსენება მთვარისა და პლანეტარული მეცნიერების წლებადენ კონფერენციაზე წარადგინეს. ძველი და ჩვენი ბავშვობის დროინდელი საყვარელი ფრაზა "ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო" შეიძლება მომავალში მთვარეზეც თქვას კაცობრიობამ. აი აქ დავასრულებ 2026 წლის აპრილისთვის კოსმოსური სიახლეების შეჯამებას. ვისაც არ გიდევნებია თვალყური არტემის 2-ის მისიისთვის, გირჩევთ, რომ აუცილებლად ნახოთ დოკუმენტური ფილმის სტილში მომზადებული კოდის ვრცელი ეპიზოდი, რომლითაც სრულ სურათს და ყველა მნიშვნელოვან დეტალს დაინახავთ ამ საკაცობრიო მისიის შესახებ, რომელმაც სხვათა შორის ბევრი კონსპირაციული თეორია უარყო. ლინკს რა თქმა უნდა კომენტარებში დავურთავ. მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე კოდის YouTube არხი. შენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კოსმოსური თვის შეჯამებით კი უკვე მაისის ბოლოს დაგიბრუნდებით. დროებით.